ადმინისტრაციული წესით დაკავებულების სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. ლევან ცაგარეიშვილმა, როგორც თქვენც აღნიშნეთ, სულ ცოტა ხნის წინ 19 წლის სტუდენტს 5000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა იმის გამო, რომ 13 იანვარს მოსამართლის მტკიცებით ის კეტავდა ქვეყნის ცენტრალურ გამზირს, არადა საქმეში არსებობს ვიდეო ჩანაწერი, რითაც დასტურდება, რომ ახალგაზრდა სტუდენტი არ იყო ის ადამიანი, რომელმაც გზა გადაკეტა ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე, მასთან ერთად ათობით ადამიანი იდგა საპროტესტო აქციაზე. სტუდენტმა დღეს მოსამართლეს აუხსნა, რომ ის საკუთარი სწავლის საფასურს თავად იხდიდა, მუშაობდა ძალიან ბევრს იმისთვის, რომ სწავლის ფული გადაეხადა და არ შეეძლო, რომ გირაოს საფასური და ის გადაწყვეტილება, რითაც დააჯარიმებდნენ, გადაეხადა, თუმცა არ გაითვალისწინა სტუდენტის თხოვნა ლევან ცაგარეიშვილმა, რაც პრინციპში არ გაკვირვებია ადმინისტრაციული წესით დაკავებულს, რადგან ის აცხადებს, რომ ახლა მთელი ქვეყანა, ყველა ის ადამიანი, ვინც პროტესტს გამოხატავს, ვინც ქვეყნის ევროპულ მომავალს იცავს, ისჯება და ეს არის ის სადამსჯელო ღონისძიება, რომელიც ოლიგარქიულმა რეჟიმმა მოიფიქრა. წარმოდგენილი ქონათ ვიდეო მტკიცებულება, სადაც ჯერ მე ვიყავი დაფიქსირებული, რომ ვიდექი უბრალოდ აქციაზე, არ ჩანდა სად ვიდექი და არც ის აქტი იყო დაჭერილი, რომ მე კეტავდი გზას, ანუ არ ქონდათ ამ მტკიცებულება. მაგრამ ამის მიუხედავად დამაბრალეს, რომ მე გადავკეტე გზა და 500 ლარიანი ჯარიმა დამაკისრა. ანუ იმის ვიდეო არ აქვს, რომ მე რამე გავაკეთე. საკმარისი იყო ვიდეო, სადაც უბრალოდ ჩანვარ, როგორ ვდგავარ. დაშინების პრინციპი არის რა, არ არის ცოტა თანხა, ხო, 500 ლარის მოგროვება არ არის მარტივი. მით უმეტეს ჩემზე იცოდა, რომ სტუდენტი ვარ, იცოდა, რომ გრანტიც არ მაქვს და მაინც ოფლის კი არ წამოვიდა, არანაირი რეაქცია არ ქონია, დამაჯარიმა 500 ლარი, ანუ მე და მე თუ არ შევეცოდე, კიდე იმდენი არ შეეცოდება, რომ არ ვიცი. ერთი ვიდეო იყო, აი ზუსტად დროები შემიძლია გითხრათ რა, 37 წუთზე წარმოდგენილი, მეორე ვიდეო იყო 54 წუთზე, 37 წუთზე გზის გადაკეტვის ნაწილი ჩანს, სადაც არ ჩანს ვახტანგი. მეორე ვიდეოზე უკვე 44 წუთზე ჩანს ვახტანგი, თუმცა ამ ვიდეოზე მართლა ძალიან ბევრი ხალხია ობიექტური თვალიდან დანახული. მოსამართლესაც განვუმარტე, რომ ეს არ არის ჩემი სუბიექტური შეფასება, ეს არის ობიექტური შეფასება, რომ ნებისმიერი ობიექტური ადამიანი ამას რომ დაინახავს, მისთვის არის ძალიან ბევრი ხალხი და შესაბამისად საკმარისი რაოდენობა გზის გადაკეტვისა. მაგრამ რა ვიცი, მხედველობაში არ მიიღო ჩემი ნათქვამი და კი ნახეთ, რომ 5000 ლარი დააჯარიმა. ამ წუთებში მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში კოლბა-ხაბაზის საქმეზე სასამართლო პროცესი. 3 თვის წინანდელი საპროტესტო აქცია გაუხსენეს კოლბა-ხაბაზს და ედავებიან, რომ მან ხელოვნურად გადაკეტა გზის სავალი ნაწილი და ის იყო ორგანიზატორი სწორედ ამ საპროტესტო აქციის. ამ წუთებში მიმდინარეობს მსჯელობა ამ საქმესთან დაკავშირებით და ცოტა ხანში გახდება ცნობილი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე. ფორმალურად მე დავებიან გზის გადაკეტვას უნივერსიტეტთან, სასაცილო იქნებოდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ეს არის 3 თვის წინ დაახლოებით 17 ნოემბერს მომხდარ ფაქტზე მე დავებიან გზის გადაკეტვაზე უნივერსიტეტთან. საკეთებთ ისინი ერთს, რომ ისინი პუტინს უმტკიცებენ ერთგულებას და ღიად ცალცახად უპირისპირდებიან ევროკავშირს. ეს არაფერი მე სამშობლოზე მეტი არ გამაჩნია. ჩემთვის სამშობლოზე მეტი არაფერი არ არის. ლენინის ძეგლებს ვაგდებდი, ასან აბაშიძის რეჟიმს უპირისპირდებოდი, უკრაინაში ვიბრძოდი, თუ დღეს ამ ხელისუფლებას უპირისპირდები, ვიცი ერთი რაღაცა ცალცახად, რომ მე იქაც ყოველთვის ვებრძოდი რუსებს და ეს ბრძოლა გაგრძელდება და ეს ბრძოლა აუცილებლად გამარჯვებით დამთავრდება. მე ამაში ვარ დარწმუნებული, ასე რომ რას განაჩენს გამოიტანს მოსამართლე, აბსოლუტურად არ აქვს ჩვენთვის მნიშვნელობა, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი აუცილებლად გავიმარჯვეთ. როგორც აი ამ წუთებში ჩვენი კოლეგები მაწვდიან ინფორმაციას, სწორედ ამ რამდენიმე წამის წინ დასრულდა კოლბა-ხაბაზის სასამართლო პროცესი. მოსამართლის გადაწყვეტილებით 500 ლარით დააჯარიმეს კოლბა-ხაბაზი და მას ჩამოართვეს იარაღის ტარების უფლება. 3 წლის ვადით ის ვეღარ გამოიყენებს იარაღს. ასეთი არის მოსამართლის გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული წესით დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს საქალაქო სასამართლოში გაიმართება სხვა
სხვადასხვა დაკავებულთან დაკავშირებით და როგორც ცნობილი ხდება აქციის მონაწილეებს ურეკავენ და სხვადასხვა დროს საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო იბარებენ სასამართლოში იმისთვის რომ ისინიც დააჯარიმონ. ეს არის ქართული ოცნების მიერ მოფიქრებული სადამსჯელო ღონისძიება რომ შეაშინოს აქციის მონაწილეები იმისთვის რომ ქუჩაში აღარ გავიდნენ ადამიანები და საკუთარი პროტესტი აღარ დააფიქსირონ.